დღეს ჩავწეროთ ვიდეო ნაბიჯ, როგორ გავიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის უნდა გადახვიდეთ ლინკზე, მაგალითად, ჩემს ნებისმიერ ვიდეოს აქვს რეგისტრაციის ლინკი, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაიაროთ რეგისტრაცია. თუ ვიდეოს არ ახლავს, ბიოში აღწერაში აუცილებლად იქნება. მოკლედ, ლინკზე გადასვლისას ჩვენ ვხვდებით რეგისტრაციის გვერდზე. გვერდის ჩატვირთვის შემდეგ მოვხვდებით ასეთ გვერდზე, სადაც უნდა შევიყვანოთ ჩვენი მონაცემები. მაგალითად, პირველი უნდა შევიყვანოთ სადაც ვცხოვრობთ, საცხოვრებელი ქალაქი, ამ შემთხვევაში შევიყვანოთ თბილისი. ნახეთ, გამოვა ესე თბილისი, საქართველო. თუ კი ვთქვათ ბათუმში დარეგისტრირდებით, ბათუმი, აჭარა, საქართველო და ანუ ხელის ერთი დაკლიკვით ჩავსვავთ ამას. შემდეგ უნდა შევიყვანოთ ჩვენი სახელი და გვარი, მეილი, მობილური დაბადების თარიღი და მივყვეთ ახლა ყველაფერს. მე სახელის და გვარის ნაცვლად ჩავწერ სატესტოს. აქ ჩემი მონაცემები, რაც შენახული აქვს მობილურს, მითხრა რომ ავტომატურად ჩავსვალო. შეიძლება თქვენთანაც ასე ამოვარდეს. ჩავსვათ სატესტო. მეილი, რადგან უკვე ჩემი მეილი დაფიქსირებულია, რაღაც ესეც შევიდა. ესე მობილურის ნომერიც, ასევე ჩემი მობილურის ნომერი უკვე დაფიქსირებულია და ეხლა ჩემი შვილისაც ჩავწერ. ესე, ნახეთ, თუ კი სწორად წერთ ყველაფერს, უნდა გაამწვანოს. შემდეგ შევიტან დაბადების თარიღს და ეხლა მიაქციეთ ყურადღება. აქ დაკლიკვისას გამოჩნდება ის, ვისთანაც რეგისტრირდებით. მაგალითად, ამ შემთხვევაში, რომ ჩემს სარეგისტრაციო ლინკზე გადავედი, ამიტომ აწერია ჩემი გვარი და სახელის პირველი ინიციალი და ჩანს ჩემი სარეგისტრაციო ნომერი. ანუ ფაბერლიკის ჩემი სარეგისტრაციო ნომერი ეს არის. თუ სხვის ლინკზე გადახვალთ, რა თქმა უნდა, ვის ლინკზეც ხართ გადასული, მისი სარეგისტრაციო იქნება და სახელი და გვარი. შემდეგ მოვნიშნავთ, რომ ვეთანხმებით, ანუ თანახმავართ მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს, ანუ გადაამოწმოს პროგრამამ, რომ ჩვენ განმეორებით ხო არ გავტივართ რეგისტრაციას, რადგან განმეორებით რეგისტრაციის საშუალება არ აქვს ერთხელ დარეგისტრირებულ კონსულტანტს და ვაჭერთ ღილაკ რეგისტრაციას. რეგისტრაციისას, ნახეთ, უკვე ეხლა მთხოვს შევიყვანო გასაღები. ანუ ჩვენ უკვე პირად გვერდზე ვართ, ანუ უკვე დასრულდა რეგისტრაცია. შემიძლია მოგვიანებით დავადასტურო ნომერი და ეხლა უბრალოდ გადავიდე ჩემს პირად კაბინეტში. შემიძლია ეხლავე ჩავწერო აქ გასაღები, ანუ ეს ნიშნავს, რომ მე დავადასტურე ჩემი რეგისტრაცია. ეხლა შევიტან გასაღებს, დავაკოპირე და ჩასმა და დადასტურებას თუ დავკლიკავ, დადასტურდება ჩემი ნომერი. მოდით, ჯერ არ დავადასტუროთ, რომ გაჩვენოთ არ დადასტურების შემთხვევაში, როგორ დაგხვდებათ ეკრანზე. მოკლედ, ნომრის მოგვიანებით დადასტურებას დავკლიკავ და უკვე გადავალ პირად კაბინეტში. ესე. ისევ შემახსენა, რომ შეკვეთის გაფორმებისას აუცილებელია ტელეფონის ნომრის დადასტურება. კარგით. დადასტურების გარეშეც მე შემიძლია დავათვალიერო ყველაფერი პირად კაბინეტში. აქაც ჩანს თქვენი კონსულტანტის, ანუ ამ შემთხვევაში ჩემი მონაცემები. გადავიდეთ ახლა პირად კაბინეტში და დავათვალიეროთ აბსოლუტურად ყველაფერი. ისევ მთხოვს დადასტურების კოდს. მოგვიანებით ჩავსვავ, რა თქმა უნდა, დადასტურების კოდს, იმიტომ რომ მინდა რომ ყველა ის ნიუანსი გაჩვენოთ, რაც რაღაცის არ გაკეთების შემთხვევაში გაჩვენებთ პროგრამა. თქვენ ახლა ხედავთ აქ, რომ კონსულტანტი, რომელიც დარეგისტრირდა, აქვს 5 ეტაპი, რომელზეც ვსაუბრობ ხოლმე და ესეთი ცხრილის სახით მიჩვენებს, რომ კონსულტანტმა უნდა გაიაროს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი მიმდინარე კატალოგის. რადგან ამ კატალოგში ეხლა დავრეგისტრირდი მე, არის 50 ლარი. ანუ პირველი კატალოგის პირობა არის 50 ლარი. შემდეგ უკვე მიჩვენებს 190 ლარს. არის ორი ვარიანტი, თუ დააკვირდებით, აქ გაყოფილია 95 და 190 ლარის
ეხლა გავაგრძელოთ. აქ ჩვენ შეგვიძლია კატალოგის დათვალიერება, აი ამ სამ სწორ ხაზს თუ დავკლიკავთ, ნახავთ კატალოგს და შეგვიძლია დავათვალიეროთ მიმდინარე კატალოგი, მომდევნო კატალოგიც და ასევე შეგვიძლია დავათვალიეროთ ბადების კატალოგიც. იცით, კომპანიას აქვს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. ეხლა გადავიდეთ კალათაში. აი აქაც მიჩვენა ანუ 15 თებერვალს მთავრდება ეს კატალოგი და 15 თებერვლამდე მე უნდა მქონდეს მინიმუმ 50 ლარის ღირებულების შეკვეთა გაკეთებული და გადახდილი, აუცილებლად უნდა იყოს გადახდილი, რომ ჩამითვალოს, რათა მივიღო მომდევნო კატალოგში საჩუქარი. აი აქ რასაც ახლა გთხოვს, ეს არის მიწოდების ადგილი, როცა კონსულტანტი იწყებს შეკვეთის განთავსებას, აი ეს არის კიდე რასაც ითხოვს. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ პირადი ნომრის დამატებაც გვინდა. მოდი დავამატოთ ახლა რაიმე პროდუქტი კატალოგიდან. ნახეთ, როცა კატალოგს ვათვალიერებთ, ქვემოთ გამოდის ყველა ის პროდუქტი, რომელ გვერდზეც გვაქვს კატალოგი გადაშლილი და ხელის ერთი დაკლიკვით ემატება ჩვენი პროდუქტი კალათაში. დავამატოთ, რა აქციით არის, ამასაც ვხედავთ, აი მაგალითად წყვილად შეძენის შემთხვევაში არის ყვითელ ფასად, ისე აი ეს ფასია და რა თქმა უნდა ისევ -20%. მე ახლა რამოდენიმე პროდუქტი დავამატე და გადავედით კალათაში. გაგრძელება მომთხოვა ისევ ტელეფონის ნომრის დადასტურება. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ტელეფონის ნომერი დადასტურებული არ არის, შეკვეთას ვერ განათავსებთ. მოდით დავამატოთ ახლა ეს ჩვენი დადასტურების კოდი და მორჩა დადასტურდა უკვე წარმატებით. ახლა გაგრძელებას როცა დავკლიკავ, კალათიდან მთხოვს მიწოდების ადგილის არჩევას. ანუ უნდა ავარჩიოთ სად გვინდა მიწოდება. მაგალითად, ვთქვათ, გვინდა მიწოდება ბათუმი. აი აქაც მიჩვენებს ბათუმი აჭარა საქართველოს, ჩავსვავთ. აქვე მეკითხება სად მინდა მიწოდება, გამცემ პუნქტზე. თუ მისამართზე მიწოდება, გამცემი პუნქტი არის, სადაც უკვე გახსნილია კომპანია Faberlic-ის გამცემი პუნქტები და C-დან თუ დავკლიკავ, ყველა იმ პუნქტს მაჩვენებს თავისი მისამართების ტელეფონის ნომრებით და სამუშაო განრიგებით. თუ კი რუკას დავკლიკავ, ტერიტორიებს მაჩვენებს სად არის. ხოლო თუ კი მინდა სახლში მიწოდება, მაშინ უნდა ავირჩიო ადგილზე, ანუ მისამართზე მიწოდება. მოდი დავკლიკოთ ახლა C-დან. ნახოთ ბათუმის სააგენტო პუნქტები, აი სად არის სააგენტო პუნქტები, რომელიც წითლად არის, ესე იგი მიუწვდომელია და იქ ვერ განვათავსებთ. ავირჩიოთ ბათუმის ჩემი სააგენტო პუნქტი. არჩევას თუ დავკლიკავ, უკვე ეს პუნქტი დამახსოვრებული აქვს და ყოველთვის სანამ არ შევცვლი, მიმეწოდება ამ მისამართზე. აქვე მიაქციეთ ყურადღებად, რომ ის პროდუქტი, რაც მე ავარჩიე აქციით, ნახე ყვითლად რო ეწერა, აი ესე მწვანეთ დამიტოვა, რაც იმის ნიშანია, რომ მე ეს სწორად მაქვს გამოყენებული. ხოლო რაც წითლად დატოვა, ესე იგი ამ შემთხვევაში აქცია რაღაც არასწორად მაქვს. თქვათ, რაოდენობაში თუ მოუმატებ, აი ეხლა სწორად მაქვს. ანუ წყვილად შეძენის შემთხვევაში, რადგან აქცია ეტყობა კენტი იყო, ამიტომ როგორც კი დავამატე, უკვე გასწორდა. ანუ ნახეთ, პროგრამა თავად მიგითითებს, რას აკეთებთ არასწორად. რადგან მისამართი ავარჩიეთ, ჩვენი ტელეფონი უკვე დავადასტურეთ, ეხლა შეგვიძლია გავაგრძელოთ შეკვეთის განთავსება. გაგრძელება, აქ არის აქციები და შეგიძლიათ ესეც ნახოთ. აი აქ არის აქციები, ჩამოუშალოთ და ნახავთ. ყველა აქციას რაც თქვენ გეხებათ, იმიტომ რომ VIP კონსულტანტებს კიდე დამატებით სხვა აქცია აქვს, უკვე დიდი ხნის რეგისტრირებულებს სხვა აქცია აქვს, ვინც სასტარტო პროგრამას მიყვება იმათაც მათი, ასე რომ აქ შეგიძლიათ თქვენი გვერდის მიხედვით ნახოთ შემოთავაზებები. მე ახლა გავაგრძელებ. აი ეხლა მეუბნება, არ არის დამატებული პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქის დოკუმენტი. აი ეს არის, როცა გთხოვთ პირად ნომრის დამატებას. ოკეი, დავკლიკოთ და გადაგვიყვანს პირად მონაცემებში, პირდაპირ დოკუმენტებში დაგვსვა. ეს არის, აი,
სატესტო და ჩემი სარეგისტრაციო ნომერი ეს არის და პაროლი არის იგივე გასაღები, რაც ჩავსვით ეხლა და თქვენც დაინახეთ, რაც იყო გასაღები. ეხლა უნდა დავკლიკოთ პლუს დოკუმენტის დამატებას, აი ამ პირველს. აი აქ. უნდა შევიყვანოთ ქვეყანა და პირადი ნომერი. და დავკლიკოთ ღილაკ შენახვას. აუცილებლად უნდა დავკლიკოთ შენახვას. აი აქ ჩავსვავთ საქართველოს და პირად ნომერში ვუთითებთ თქვენს პირად ნომერს. მე ეხლა რადგან ეს სატესტოა, არ არსებულ პირად ნომერს ვერ მიუთითებ, ჩემი პირადი უკვე არის და არ დამადასტურებინებს, ამიტომ გამოვტოვებ ამას. როცა პირადი ნომერი ემატება, შემდეგ უკვე გაბრუნებთ ისევ, შეგიძლიათ დაბრუნდეთ ისევ კალათაში და მიყვეთ შეკვეთის გაფორმების ინსტრუქციას დადასტურებამდე. ანუ შეკვეთა წარმატებით დადასტურდა, როცა დაგიწერთ, აი მაშინ არის შეკვეთა გაგზავნილი. სულ ეს არის რეგისტრაცია ძალიან მარტივია, თავარია რომ არ უნდა იყოს კონსულტანტი უკვე რეგისტრირებული, ან თუ კი რეგისტრირებულია, აუცილებლად უკვე გაუქმებული უნდა იყოს, ანუ განმეორებით რეგისტრაცია ჩვენთან არ ხდება. მე ახლა რადგან პირადი ნომერი ვერ დავამატე, რადგან ეს სატესტო იყო, გაჩვენებთ მაინც ახლა აქ რაღაცებს, ნახეთ, აქ არის ნავიგატორი, ესეთი, სადაც არის ყველა აქცია, რაც შეგიძლიათ რომ ნახოთ, მიყვეთ ინფორმაციას, არის სადირექტორო მოგზაურობა და პირობებია. აქ არის საბაზისო კურსი, რომელიც შეგიძლიათ დაესწროთ და ნახოთ. მოკლედ არის ყველა სიახლე. ახალი VIP სტატუსები, ანუ VIP კონსულტანტები არის ისინი, ვისაც სულ 100 ქულა აქვს. ეს არის ახალი რეგისტრაციისთვის ახალ კონსულტანტების საჩუქარი, აქაც ხედავთ, ეს არის წარმატების გასაღები, რომელსაც ყველა მიყვება და იღებს. მოკლედ აქ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ინფორმაცია, რაც გაინტერესებთ. მოკლედ სულ ეს არის ძალიან მარტივია და ვისაც სურვილი გაქვთ ამ ვიდეოს მიხედვით თავისუფლად შეძლებთ რეგისტრაციას.